ხალხებო. ხან არის და თვეები გადის ერთ ვიდეოს ვერ ჩავწერ და დღეს კიდე ძალიან ავიწყვიტე და იმიდან გამომდინარე. დედა რამოდენა ის წამოვიდა ნეგატივი. გეგონება ვინმეს ჯიბეს ჩაგიძვრათ ვინმე. თქვენ ალბათ აზრიც ვერ გაიგეთ. ბავშვმა რა თქვა, რომ ჩემი დაბადების დღე მოდისო და თუ ვინმეს საჩუქრის გაკეთება უნდა. აი ეს ვერ გაიგეთ თქვენ. ანუ ამას ვერ ჩაწვდით. დები და ახლა მომდინარე რა შეიძლება ითქვას. ანუ აკითხulis კი არა და მოსმენის გააზრების უნარი თუ არ გაქვს, რატომ გამოიწვია გაღიზიანება თქვენში. ამ ვიდეომ ვერ მივხვდი, მართლა ჩემ თავს გეფიცები. აი რო არ გეწყინოს, მაშინ თქვენს თავს გეფიცები. თავი უნდა დავიგვანო ხალხო. ხოლო თმები უნდა დავიგვანო. მოვასწროთ ამ, მაგრამ სანამ სამსახურში წავალ. ხო და ანუ ერთი გამოხდა და ისე ორაკი ანტონიომ გიყიდოთ ეგ ტელეფონიო. აი როგორ არ უნდა შემეცოდოთ ვერ ხვდები, ოღონდ მართლა. როგორ არ უნდა გავბრაზდე. ახლა ვიღაცა იყვის შესაძლოა შენახარო. ერთმა ისიც დაწერა შრომაში ვკვდებიო და ისაო, გეგონება მე ფეხზე მაქვს გადადებული. არ ვშრომობ? არ ვმუშაობ? ვინმეს კისერზე ვზივარ? მუშაობ და ვიმუშავებ კიდევაც, სულ ამას გავიზახიო. ვიმუშაობ და ვიმუშავებ კიდევაც. მე არც შრომა მეთაკილება და არც არაფერი, რაც კარგია. მე რომ მსგავსი ტიპის ვიდეო მენახა, ცუდად არ მოვიდოდა ჩემამდე და რატო? იმიტომ რომ პირობებში არ ვარ ბოროტი ადამიანი. ეხლა იყვიან ვიღაცა ვაიმე თავის დაბანის პროცესში, სხვანაირად დრო არ მაქვს და სადაც დროს ვნახულობ, იქ გიწერთ ვიდეოს. ხო რა. სიკეთე გამიკეთებია კიდევაც და გავაკეთებ კიდევაც. ეს მე და ღმერთმა ვიცით მარტო. აქ არაფრის აფიშირებას არ ვაკეთებ და არ ვაპირებ. ეს მე და უფალმა ვიცით, მე ვინ ვარ და რა ადამიანი ვარ, რა გამიკეთებია. ხო რა. თქვენ რატო გეწყინათ ვერ ხვდები. მით უმეტეს თუ ჩემი გამომწერი ხარ, თუ ბალეში ყობ, თუ იცი, რამხელა გზას გავდივარ ემიგრაციაში 3 შვილით და ასე შემდეგ. თუ ბალეში ყობ, თქვენ მგონი ის ვიდეოები მოგწონთ, ხოლო დრო დავდგები და ხანდახან ვიტყვი ხოლმე ენერგია რა მაქვს ისა და თანაგრძნობა მოდის ეგრევე. მაგდროს. გესმით? ვითომ თანაგრძნობა თორე მაგარი ფანგულზე არ აქვს კიდე ახლა უმეტესობას მე რა მაწვალებს, რა მაწუხებს და რა მახარებს. მაგრამ ყოდა თქვენ გონიათ ხალხს რომ უწერია არქივ განვითარებისთვის, რომ ეგ ეხავს ძალიან ბევრი იუთუბერია, ვინც თანხას აგროვებს აიქ არქივის განვითარებაო, იქ ისა უმეტესობა მართლა თავის არხს ახმარს. რომ იქ ახალ კამერას ყიდულობს, იქ რაღაცა, იქ რაღაცა. ხო რა. ეს ასიფსხილო კი არა, რაც ბავშვმა თქვა. ჩემი დაბადების დღე მოდისო და თუ ვინმეს სურვილი გაქვთო. ეს რა მოვოცებთ რა და რო გიხსნით, მაგაზეც მე როდი მეშლება, მაგრამ უნდა აგიხსნათ. რომ დღეს
თუ არა ხვალე გაიგოთ, რომ ეს სასიცხვილო თქვენ რა გონიათ? ხლა მე გამიყვდა ეგ ვიდეო და ერთი წამით არა, იმიტომ რომ ეს არის ნორმალური რაღაც, რომ ხო შეიძლება ვიღაცას მართლა სურვილი ქონდეს და თეკუნა ძალიან ბევრს გამოუთქვა სურვილი და ძალიან ბევრს, აია. ძალიან ბევრს საჩუქარიც მიუცია თეკლასთვის და არა მარტო თეკლასთვის, იქ იყო ოთუნას დაბადების დღეც ის. ეს კი არ ეხავს. და ეს ყველას კი არ შეუძლია, როგორც ყველამ ვერ გაიაზრა, ისე ყველასთვის არ იყო ეს ვიდეოც. ეს მაზი მოვიშოროთ და თავიდან წავისვათ. ხო სახეზე არაფერი არ მისვია ხალხო. საერთოდ უმაკიაჟოთ მოძრაობ. მარტო ტუჩსაც ხიმესო. Так что რა ვიცი, მე ცოტა შევშფოთდი, იმიტომ რომ ძალიან გამიკვირდა თქვენი ესეთი ზოგის ეს შოკში რო ჩაცვივდით, ამ შოკში რამ ჩავაცვივნათ ხალხო? მოვაცებთ მართლა. ასე რომ იყავით ბედნიერი რა. გაატარეთ ეგ ვიდეო, ოღონდ თქვენ იყავით ბედნიერი. ოღონდ თქვენ არაფერი და ხო იცით ისედაც რომ თეკლას ტელეფონს მე მაინც ვუყიდი. თქვენ კი ხომ არა, просто ბავშვმა რომ აი ვისაც გაქვთ სურვილი, თორე. რამდენია? სიცხე. 35 და 7. მათ ხო სიცხე სეზონი? დაწყნარდით ხალხო. მე ამის იქით არც მოველოდი სხვანაირ გამოხმაურებას სიმფონფო ხალხისგან და ჩემი ფენი უნდა იხმარო. შენი არ არის ჯერ ერთი და ისა ჩემია ჯერ ერთი და მე გათხოვე და თუ გინდა იხმარე როცა გინდა და შენი არ არის. შენ გაჩუქებო. გაჩუქებო მე მაჩუქეს და შენ როგორ უნდა გაჩენზე და შენ მითხარი გაჩუქებო. ხო, რო კარგ ხასიათზე დამდგარი იყავით ხოლმე. მე ვაფშე არ მჭირდება, სულ შენი იყოს ღმერთო ჩემო. ახლა ამასაც გავწიწკენი შუაზე და დედა მოკლედ ამას ხმარობ. დედა მე რამდენი თუ დაანახავს. არ უნახავს ის ნახეს. ხო ახლა იტყვიან რომ საქართველოში ამოსა ცეცხლის ფასი უკიდიაო და ტელეფონის ფულს მათხოვრობ მართალია. საქართველოში ეს ღირს მგონი 103 ლარი და ეს ღირს 158 ლარი. ლაროშეს ღამის, ბეხუთი და დღის მზის დამცავი. არა ჩვენ ვიყიდეთ აქ იტალიაში, მე არ ვიყიდი, ანტონიო მიყიდა. ხალა? რელაქს ხალხო. დაწყნარდით, დამშვიდით. ოღონდ თქვენ კარგად იყავით და ოღონდ თქვენ მშვიდად იყავით და მე მაოცებენ თქვენი აზრები. არ ვიცი, მეორე ხელითაც მე გადავაინაწილო მას სიცხესადან ჩავიდგი, ხო? რას ამბობს კალო? არ გამოვყლევთ. მოიც დავასტოპო. ხო არა უშავს ახლა იდგავს ფეხს და რა ქნას. უთხარი? ჩუმად ხმარო. ხო და ისა თეკლა ძალიან ცუდი გამოხმაურება მოყვა იმას და ვიფიქრე რომ აღვხსნათ ხო რომ ჩვენ განაფული მოგთხოვეთ. დაბადების დღის საჩუქარზე ბავშვმა რაღაც თქვა. აქ ვიდეოს არ წავშლი იყოს ესე როგორც ვიდეო, მაგრამ არა ვნახო ვინმე რამე ჩარიცხოთ თუ არა. მე რამე მომიშლება. ეს ციგნები ნახე. დედამო. საქართველოში ვერავინ ვერ იტყვის გაჭირებულიო და ისო მე ტანსაცმლის მაღაზიაში როცა მუშაობდი. ხალხი ტირდა. რამდენი წელი წინ იყო ახლა გაჩვენდა. პურის ფული არა გვაქვს, მოდიოდნენ და იზმანებოდნენ. ქართველებს მასწავლენ ხანა. აუ რა მაგრა так что ნახეთ რა კარგი ისა აქვს სულ მიბზინავს. ეხა არ მესმის რომ იცოდე ჩემ ჯუზეფს ვირთა. წადი.
თუ არ გისმის რაჭო ვერ გავიგე არ შეიძლება შეთხარ მე მივიტყება ნო რამდენი ხანი მაგარი არ კეთებია ზო აღარ მესმის მე მაოცებე ლამპიონები კაცო მართლა ამას так что არ ვიცი ძეთკი მართლა გამოუცეთ კაი მოვჭით ახლა ამ თემას რა თორე კიდევ უფრო მეტად ვიზიანდები ოღონდ მართლა ახლა რა თქვას ცარარირანო ახეთ იმენა ეკლა არის სპაიდერმენი ეს ამორეს შუა ეკლა არის სპაიდერმენი ეს ტელეფონი რაც ნახეთ ქებია ხალხო ну რავი 16 და 5 ვერ გავიგე ამ სიცხის საზომს ხან 36 და 5 მაქვს ხან 36 და 8 მაქვს არ მესმის თუ მოლაპარაკები საერთოდ გელაპარაკები შულოჩო ხო ამას ხმარობ თმის რო დავიგონ ხოლმე ცოტას ვაღუნთ რა ზოგადად თმში წავდეს ეს არის ლორიალის მეცა როგორ შემიძლია ვთქვა უფრო კარგად თეთრი ხაზი რომელსაც აქვს ლორიალის ელვიბეს თეთრი ხაზი სხვათა შორის არ არის იაფი მთლიან ნორს რო ყიდულობ ხოლმე შამპუნი პრეშამპუნი ბალზამი და ეს სადღაც თითქმის 40 ევრომდე ურტყავს ანუ არ არის იაფიანი ასე რომ აქ მათხოვარი არავინ არ არის არავის აქ არაფერი არ აკლია კარგსაც ვჭამთ, კარგსაც ვსვავთ, კარგიც გვაცვია და კარგსაც ვისვამთ და კარგსაც ვისხავთ და კარგსაც ვიტყნევთ. ტელეფონმაც გითხრათ. გაიგეთ თქვენა? ნუ აბობო ქრდით ხალხო. ნუ აბობო ქრდით ხალხებო. წავედი ახლა მე. თქვენთვის აღამცალია. სად მაქვს თქვენთან დასაკარგი დრო. მეორე გადამყვალიც გენდა იმისთვის.